ვაგრძელებთ გადაცემას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემით, რომელიც დღეს ქართულ ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს. სტუმრად გვყავს მერაბ ვასაძე, შეფზე ვასაძის პურის დამფუძნებელი და ასევე გენერალური დირექტორი. კომპანია აერთიანებს ცნობილ ბრენდ სანდომს და წარმოადგენს ქართულ საკონდიტრო და პურფუნთუშეულის წარმოების ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს ბაზარზე. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ განახორციელა მასშტაბური ინვესტიციები და მათ შორის შეიძინა თანამედროვე ევროპული დანადგარები, განავითარა ვაფლისა და კრეკერების საწარმოო ხაზები და ასევე შექმნა პროდუქცია, რომელიც ხარისხით და ფასით კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ანალოგებს. თუმცა მიუხედავად განვითარებისა, მასშტაბური ინვესტიციებისა, ქართულ წარმოებლებს და მწარმოებლებს ზოგადად საქართველოში აქვთ გამოწვევები. გამოწვევები მათი თქმით ძირითადში უკავშირდება ქსელურ მარკეტებთან და მაღაზიებთან, ქსელებთან თანამშრომლობის პროცესს და პირობებს. მცირედი ჩამონათვალი, რაც მათგან გვაქვს, ბოლო პერიოდში ეს არის მაღალი кэშბექი, შესვლის გადასახადი, დამატებითი აქტივობის ხარჯები, ფრანჩაიზის პირობები, ექსკლუზიური შეთანხმებები, რომლებიც ადგილობრივ კომპანიებს რეალიზაციის შესაძლებლობებს უზღუდავს. დღეს სწორედ ამ სისტემურ პრობლემებზე და ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვისაუბრებთ იმ ქართულ ბიზნესზე ზეწოლის მექანიზმებზე და სწორედ ამიტომ თხოვეთ მოსვლა ჩვენთან სტუდიაში ბატონ მერაბ ვასაძეს, საკონდიტრო კომპანია სანდომით იცნობთ ამ საწარმოს და კომპანიას და ეხლა მათზე უფრო მეც გაიგებთ. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. როგორ ზანდები ბატონ მერაბ? დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა რომ მოხვედით. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მინდა დავიწყო საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ზოგადად ქართულ ბიზნესს გააჩნია. ძირითადად ჩვენი პროდუქციების გაყიდვების ძირითადი ნაწილი 70% მოდის ქსელურ მარკეტებზე. ოღონდ ეს ქსელური მარკეტებით შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად, პატარა უბნის მაღაზიები და მეორე დიდი ქსელური მარკეტები. ძირითადად ჩვენი პროდუქცია იყიდება პატარა ქსელურ მარკეტებში, იმიტომ რომ ეს არის იმპულსური პროდუქტი, რომელიც ჭირდება ადამიანებს იმისათვის, რომ აი პირობითად ჩაის, ყავის, ან როდესაც ადამიანი სტუმრად პატიჟებს, აუცილებელი არის რაღაც ტკბილეული კონტენტ გამოტანები. ამიტომაც უფრო უბნის მაღაზიები ყიდიან ამ პირობებს. რა არის ჩვენი ყველაზე ძირითადი პრობლემა? ძირითადი პრობლემა ქსელურებთან მიმართებაში არის პირველი кэშბექების თემა და ყველაზე ცუდი არის ის, რომ ყველა წლის დასაწყისში გვიწევს ქსელურებთან საუბარი, რომ кэშბექის პირობა უნდა გაიზარდოს მინიმუმ 5-7%-ით, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ჩვენ პროდუქცია მინიმუმ ყარავით არის სხვა პრობლემების გარდა პირდაპირ უნდა გავაძვიროთ 10%-ით, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია იმის საშუალება, რომ ეს ზედმეტი მოგება არ გვაქვს, რომელიც შეგვიძლია, რომ ისევ ქსელურების ჯიბეში ჩავდოთ, მოდი ასე ვთქვათ რა. არც თვითღირებულების შემცირების საშუალება. არა, თვითღირებულების შემცირების საშუალება უკვე ფაქტიურად დიდი ხანი არ გვაქვს. ეს პროცესი არ დაწყებულა არც დღეს და არც გუშინ, მოდის უკვე 2013-14 წლიდან, როდესაც ჩვენ ბაზარზე გამოვჩდით, აი იქედანვე იწყება ქსელურებიც, ალბათ ერთად მოვდივართ, ოღონდ ურთიერთობები იყო აბსოლუტურად სხვა და დღეს აბსოლუტურად სხვა არის ქსელურებთან. ყოველ წელს ხდება, ბატონ მერაბ 5-დან 7%-მდე? როდესაც პირველად დავიწყეთ, მახსოვს იყოს 12%. ამ 12%-დან პირველ 20%-მდე მატულობდა 2-3%-ით. საუბარი იყო ასეთი, როცა ხვდებოდით ქსელურებს ყველა წლის დასაწყისში, გვიხდიდნენ ძალიან დიდ მადლობას თანამშრომლობისათვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ თქვენთან ერთად მოვახერხეთ, რომ მივაღწიეთ მიზნებს, მაგრამ იცით რა, აი თუ გინდათ რომ გაყიდვები გავზარდოთ, მაშინ საჭიროა 3%-ის მომადვა. სანამ 20-მდე ავიდოდეთ. 20 მერე უკვე 5%-ით იწყება ეს ყველაფერი და საინტერესო ისიც არის, რომ ქსელურები მართლაც ნამდვილად გაცილებით მეწყიდა და გვიზდიდა ნავაჭს. შეგვიძლია თქვა, რომ ასტრონომიული ციფრებითაც პირობითად გვიორმაგებდა ნავაჭს თვის განმავლობაში და ვიყავით კმაყოფილი და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ხელი შეგვეწყო ქსელურებისათვის. როგორც კი 20%-ზე ავედით, ამის შემდეგ უკვე 3%-ის მაგივრად დაიწყო მოთხოვნა 5%-ზე, მინიმუმ 5%-ზე. 30-ზე ვით უკვე 6-7% ყველა წლიურად. ეს გრძელდება აბსოლუტურად ყველა წლიურად. წლის ჭრილში და საწყისში ალბათ ხდება შეხვედრა, რომლის განმავლობაშიც მიდის საუბარი ასეთი, რომ აი იცი რა, თუ არ დაგვემატებ ამდენ პროცენტს,
ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ყოფნის ეს საოპერაციო ხარჯები იმისთვის, რომ ჩვენ დავქცეს მოგება, იმიტომ რომ ძალიან დიდ უკუგებას ჩავდივარ თვითონ თქვენს პროდუქტში. მაგ ისახება მეორე პრობლემაც. აი პირობითად მე ვაწარმოებ რაღაც პროდუქტს, შემაქვს ქსელურ მარკეტში. ქსელური მარკეტი ძირითადად აკეთებს აქციებს და ამ ჩემი ზედმეტი кэშბექის თანხას, რა თქმა უნდა, მთლიანად ჯიბეში არიდებს, ძირითადად ხარჯავს кэშბექებს. ატრიალებს ამ თანხას. მაგრამ მოდი რა გამოდის და რას უყურებ. ჩვენ რომელიც შევდივართ, შევლებდივართ როგორც ქსელში, ისევე არა ქსელურ მაღაზიებში. როდესაც ვახდენთ ამ кэშბექის გაზდას, ეს თავისებურად სასახად ნიშნავს, რომ ფასები უნდა გავზარდოთ. გავზარდოთ უნდა ყველგან. ხელშეკრულებაში ცალსახად გვიწერია, რომელიც ალბათ ერთი 10 წლის უკან დავდევი და მე ხელშეკრულებას აღარ ვნახულობთ, იმიტომ გაგრძელებები ხდება მარტო პირობების შესრულებას. ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ თუ სადმე დაგვიფიქსირებენ, რომ ჩვენ საპრაისო ფასს უფრო მეტ შევთავაზებთ ქსელურს პირობითად, ანუ თუ მოვატყუებთ და არ გავსდით ქსელში ფასს და გავუსდით ხოლმე. ხო, ამ შემთხვევაში ჯარიმა არის 200-300 ლარი. ეხლა ადამიანები ეტყვიან ამ ხელა თანხაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას არ ვაქცევდით, იმიტომ რომ არც წარმოგვედგინა რა იქნებოდა და რაზე ავიდოდით. ეხლა რა არის დღეს ყველაზე შესვლაზე რა ხდება ბატონო მერაბ? აი მაგაზე მინდა მომიყოთ თქვენი გამოცდილება მაინტერესებს. შესვლაზე არის ანალოგიური პრობლემები? შესვლაზე არის, როცა შესვლა ხარ, როგორ რა თქმა უნდა მე შესვლის ღირებულებას არავინ არ გეუბნება. გასაგები. მაგრამ ეხლა რამოდენიმე დღის უკან ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში, რომელიც ნამდვილად არ არის არც ისეთი ძლიერი და ერთ-ერთი, ქსელური უბნის მაღაზიაზეა, ხო, საუბარი? არა, ქსელური მარკეტია რა დაახლოებით. ბრო ძლიერი არა იმ მოცულობით. ხო რა, ისეთი არც ცნობადი არც ის უკვე ვეღარ არის იმ ადგილზე. აქვს ერთი ვერ მოცი მაღაზია. აი ახალი მენეჯერი გვყავს ქსელურებთან ურთიერთობის და არ შევდიოდით ამ ქსელში და მოდიო მე გავარკვევ ამათთან შევალო და მოხდა ეს შედგა საკომუნიკაციო მოლაპარაკება, მივიდა ამ ქსელთან და საუბარი რითიც დაიწყო, შესვლის ღირებულება არის 100,000 ლარი. ჩვენ უბრალოდ აი ვერც არ მოვედგინეთ რა თანხაზე საუბრობდათ, ორი ადამიანი ესწრებოდა საუბარს, მე არ ვიყავი, იყო ქსელურების მენეჯერი და ჩემი შვილი, რომელიც ჩემი მოადგილეა, ჩემთან ერთად მუშაობს და ჩემმა შვილმა აღითქვეს 100,000 და ქსელურების მენეჯერი თვლის, რომ საუბარი არის 10,000 ლარზე. და ამ 100,000 ლარის გარდა საუბარი ხო, არა, წარმოუდგენელი ციფრია, იმიტომ რომ საუბრის დასაწყისში ქსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ჯამურად თქვენ სეგმენტში ვაჭრობთ ჯამურად 800,000 ლარს წელიწადში. ამ 800,000 ლარიდან ჩვენი რამდენი უნდა იყოს? მაქსიმუმ 200,000, ხო? მეც ხო ვერ ვიყავ, არა, მეც ვერ ევაჭრებ, იმიტომ რომ ახალშესული კომპანია 25%-ზე მეტზე ვერ გაქვს. და ამ 100,000 ლარის გარდა ჩათვალეთ, რომ ეს 100,000 ლარი რას ნიშნავს? ეგ შესვლის ღირებულება, თორემ მე ჩვეულებრივად მაგას ემატება ის кэშბექის რა თქმა უნდა, кэშბექი ცალკე და თუ გინდათ აქტივობები რომ ჩავატაროთ აქციები, кэშბექი ცალკე, აქტივობების თუ ცალკე დაგვიმატეთ თანხა. რა თქმა უნდა, შეთანხმება შეწყდა. იმ შემთხვევაში ბატონო მე ბოდიში გაწყვეტინებთ, იმ შემთხვევაში თუ შედგა თანამშრომლობა, პირობითად აი ამ პირობებით, ხო 100,000-ის გადასახადი, ხო, დათანხმდით შესვლას ამ თანხაზე. და თანამშრომლობა ისე არ წავიდა, როგორც მაგალითად იყო გათვალისწინებულიან, არ გადაიხადა სათანადო დროსან საერთოდ ამ შემთხვევაში ქსელი. ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა აკისრია ქსელურ მაღაზიებს? მოდი იგივე ქსელთან დაკავშირებით შემიძლიათ გითხრათ, რამოდენიმე წლის უკან მქონდა ურთიერთობა, მაშინ შევთანხმდით და გადავიხადეთ 10,000 ლარი შესვლის ღირებულება პლუს 15% кэშბექი. წელი როდესაც დამთავრდა, ვიყავით უკმაყოფილო და ვთვლიდით, რომ რაღაცას წამოვიდოდნენ ჩვენსკენ. პირველი შემოთავაზება მათ იყო 25% кэშბექი. ანუ ეს 10,000 რო გადვიხადეთ, ჯამში 100,000 არ გვევაჭრე, ანუ 10%-ზე მეტი დაგვიჭდა ეს შესვლის ღირებულება. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს იყო ძალიან დიდი ციფრი და არ გვაწყობს ამ ხელა ეგე, მოდი სხვა ციფრზე ვისაუბროთ. კარგი, არ გაწყობთ, არც გაწყობთ, კარგად ბრძანდებოდით, შეგიძლიათ გაიტანოთ საქონელი და გახვიდეთ ქსელიდან. ძალიან მარტივად. როგორც ქართული მწარმოებელი, როგორც წარმოება საქართველოში. თან ამ ხელა გამოცდილებით და ამდენი წლის ბატონო მერაბ, მასშტაბები სანდომის თქვენი კომპანიის წლიდან წლამდე გაზრდილია. ხო არ ატყობთ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის შესვლა, განთავსება თაროზე და იმპორტული.
კი ბატონო, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. ნებისმიერ ქსელურ მაღაზიათაც, როდესაც მიდიხარ სასაუბრო და სთავაზო პროდუქციას, ყველა გიწყებს საუბარს იმაზე, რომ ეს არის ქართული პროდუქტი, ჩვენ მივესალმებით ქართულ პროდუქტს, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ხდება. აბსოლუტურად სხვა ხდება. ჩვენ ამ ქსელურებისთვის მისაღები ვიყავით, მაშინ, როდესაც ვაწარმოებდით ისეთ პროდუქტს, რაც ძირითადად ხელით იწარმოებოდა. როგორც კი გადავედით აი ინდუსტრიულ წარმოებაზე, მოდი ორი სიტყვით ვიტყვი იმას, იმისათვის რომ შეიძინოთ ინდუსტრიული ნაწარმოები, ანუ რომ შექმნათ პროდუქტი საკონდიტრო წარმოებაში, რომ შექმნათ პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ანალოგიურ სხვა პროდუქტებს. პირველი საჭირო არის დანადგარები. ოღონდ არა ჩინური. იმიტომ რომ ჩინური დანადგარი ძალიან კარგია, ძალიან იაფია, ოღონდ ხარისხს ვერ მოგწევს. თუ გინდა მაღალი ხარისხი, უნდა შეიძინო ან გერმანული, ან ავსტრიული. ეს არის აი როგორც მაგალითად მანქანებში, ყველაფერს მანქანა უყურს Mercedes-ი და BMW. ასეთი ისა. სოფლიოში არის ორი საუკეთესო ბრენდი ვაფლის წარმოებაში. ერთი არის ავსტრიული ბიულერი, მეორეა გერმანული ბრენდი. რომლის ფასიც რა თქმა უნდა ჩინურთან მიმართებაში, ნუ ყველაზე ცოტა 10-ჯერ მეტია. ანუ მიდის უზარმაზარ თანხებზე საუბარი. ჩვენ როდესაც უკვე ეს გამოცდილება გვქონდა სამუშაოს დაგვიგროვდა, გავრისკეთ ის, რომ შეგვეძინა ეს მაღალხირად ღირებული ბრენდი, აგვეღო ბანკის კრედიტი და შეგვეძინა ეს იმ მიზეზით, რომ იქამდე გვქონდა ჩინური ხაზი, რომელსაც საკმაოდ ნორმალურად ვყიდით. მაგრამ ნუ დიდ ქსელურებს არ უნდა და ჩვენთან ურთიერთობა გვიწუნებდა ხარისხს. როდესაც ეს ბრენდი შევქმნით, გავაკეთეთ პროდუქცია, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს ორი ჯგუფის პროდუქცია, ერთი არის პრემიუმ ხაზი, მეორე არის ჩვეულებრივი რეგულარი ეკონომი პროდუქტი. ეს ეკონომი პროდუქტი ფასით, ხარისხით, სერიოზულად უსწრებს მის ანალოგიურ რუსულ კონკურენტებს. აი 10-დან 8 შემთხვევაში რამდენი ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ოღონდ დახურული ექსპერიმენტი, რომ აი ვასინჯებთ ადამიანებს არა შეფუთვით, არამედ ისე 10-დან 8 შემთხვევაში ჩვენი ვაფლე მოიწონა. კონკურენტთან მიმართებაში. რაც შეეხება მეორე პრემიუმ კლასს, საკმაოდ ცნობილი უკრაინელი ბრენდი, რომელიც ითვლება ნომერ პირველად, ამ ბრენდთაც თავისუფალი კონკურენცია გვაქვს იგივე იმაში, პირობითად 6-4-5-5, ანუ არანაირად ნაკლები არ არის ჩვენი ბრენდი. მაგრამ რა ხდება ქსელურებთან მიმართებაში? საუბარი არ მაქვს აი დიდი ქსელურები, სადაც არის მართლა ყველა იღებს ჩვენ პროდუქტს, ქართულს ვახსენებთ იღებს. მაგრამ ის, რომელიც ყიდის ყველაზე მეტ რაოდენობას, ანუ უბნის მაღაზიებს. იმათ ჩვენი პროდუქტი არ აწყობთ. ძალიან უბრალო მარტივი მიზეზის გამო. იცით რა, ჩვენ გვაქვს ჩვენი იმპორტირებული პროდუქტი. საკუთარი ექსკლუზივი აქვს. თვითონ ეხლა ჩვენც დავდივართ გამოფენებს. აუცილებლად მინდა ვახსენო, რომ სახელმწიფო სერიოზულ მხარდაჭერას გვიჭერს ყველაფერზე. თვითონ აწარმოეს პროექტებისშიც გვაქვს მონაწილეობა მიღებული და თანხებს გვიფინანსებდა, გვაქვს სოფლის მეურნეობის ისიც აღებული და ყველაზე მეტი რითაც ისინი გვეხმარებიან არის, როდესაც ვიღებთ იმაში გამოფენებში ვიღებთ. რომელსაც აფინანსებენ. კი, აფინანსებენ, აი, სოფლის მეურნეობა მთლიანად აფინანსებს, აწარმოე რაღაც ძალიან ნაწილს, რომელთაც მოვახერხეთ აუქციონებზე, გამოფენებზე მონაწილეობის მიღება. ასევე იღებს უცხოური კომპანიები, სადაც შეუძლიათ მოდი მარტივად ვთქვა, ჩვენ საქართველოს ბაზრისთვის ვიყიდეთ დანადგარი, რომელიც დღეში უშვებს 10 ტონა პროდუქციას. ეს საქართველოში არის 3 მილიონი მოსახლე. ვინ არის ჩვენი პროდუქციის კონკურენტი? რუსული, უკრაინული და თურქული წარმოებები. უკრაინაში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 40 მილიონი ბაზარზე თლიან, რუსეთში 200 მილიონი, 60 მილიონი, თურქეთში 100 მილიონი ადამიანი. იმათი წარმატება არის მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ ჩემზე მეტი, ვიდრე მე. როდესაც ის აწარმოებს 5-ჯერ მეტ პროდუქციას, ჩემზე იაფად ყიდულობს ყველა პროდუქტს. მე ხო ყველა პროდუქტს ყიდულობ, არა ქართულს. ქვიშ, შაქარზე, ცხიმს. ანუ იმას თვითღირებულება ყველა ვარიანტში აქვს ჩემზე ნაკლები, ვიდრე მე. ამ შემთხვევაში ეს ქსელური ყიდულობს სადღაც იქ, ამ იაფასიან პროდუქტს და არ უნდა ჩემი პროდუქციის მიღება. გამოსავალი ბატონო. გამოსავალი უკვე ჩვენ ვხედავთ ასეთ რაღაცას, რომ სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად გვერდში დაგვიდგა და გვეხმარებოდა ყველა კუთხით, გაგეცინებათ და ვეთყვი, რომ სხვანაირად მოჩამოთვლი და ის აი ყადაღებული თემა, რომ დღეგეს გადასახადი შევამციროთ და ამით ის იქნება, ეს აბსურდია. დღეგეს გადასახადი ჯამში არის მაქსიმუმ
ნავაჭრის 5%, იმიტომ რომ დანარჩენი ჩასაშველი დეგეგე გაქვს, აქ cashback-ი მე აქვს შედურებს სადღაც მინიმუმ 25-30%. ანუ ეს გამოსავალი არ არის. გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოითხოვოს, აუცილებლად უნდა დაგვეხმაროს ქართულ ბრენდებს. დაგვეხმაროს იმაში, რომ აი მე მესმის რომ ქსელური მარკეტები არის კერძო ბიზნესია, აქვს მისი უფლებები, ეს გასაგებია. მაგრამ ისინი საქართველოში მოღვაწეობენ, საქართველოს ტერიტორიაზე ყიდიან საკუთარ პროდუქციას. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ან კანონის ძალით, ან რაღაცის ძალით უნდა აიძულოს ბრენდი, რომ პირველი ყველაზე მეტი მთავარი, მე ვთვლი ყველაზე მეტი მთავარი არის, რომ შეწყვიტოს cashback-ების ყოველწლიურად გაზრდა, რაღაც დონეზე შემცირდეს. ეხლა ჩვენი ქარხანა ორი სიტყვით რო ვთქვა, ჩვენ ქარხანაში დღესდღეობით მუშაობს 400-მდე ადამიანი. ეს 400-მდე დასაქმებული ადამიანი, რომლის ხელფასებიც, საშუალოდ, როდესაც აჯამურად რო ვთქვა 1000 ლარზე მეტია საშუალო ხელფასი. პრობლემებს ვიღებთ იმაში, რომ საკუთარ პროდუქციას ეს ახალი ხაზები, რომელიც შემოვიდა და უზარმაზარი თანხები დაგვიჭდა, ფაქტიურად ვერ ვამუშავებთ. დატვირთული გვაქვს 20-30%. ანუ ამ ხალხის უმრავლესობა უკვე ყავს გაჩერებული. ვერ ვახერხებთ. იმათი ნამუშევარი ზედმეტია. პლუს ამას ნებისმიერი თანამშრომლის გაზრდა, ყველა მიცით დღეს რა პრობლემაა თანამშრომლების, ნებისმიერი თანამშრომლის გაზრდა და პროფესიონალურად ჩამოყალიბება რამხელა ხარჯებს ითხოვს და რამხელა თანხებს ითხოვს. ჩვენ ფაქტიურად ამ კადრებს კარგავთ, იმიტომ რომ ვერ ყიდით პროდუქციას. ამიტომ სახელმწიფოსგან ვითხოვთ დახმარებას. პირველი რომ ქსელურებმა შეწყვიტონ cashback-ების მუდმივი გაზრდა, არ ვამბობ რომ საერთოდ cashback-ი არ ქონდნენ, იმიტომ რომ ქსელური cashback-ის გარეშე ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ატაროს უნდა აქციები და ქონდეს, მაგრამ ყოველწლიურად 5%-ით გაზრდა, ბოლო-ბოლო რამდენზე უნდა ავიდეს. როდესაც პირველად მახსოვს 20%-ზე შემოგთავაზენ, რომ აი 20% უნდა გახდეს თქვენი cashback-ი, აი ვინც მეუბნებოდა თვალებში მეყურებდა და მეთხრა, არ ინერვიულო, მერაბი ეს არის ბოლო გაზრდა 20%-ზე მეც თქვენგან ჩვენ აღარ მოვითხოთ, იმიტომ საკონდით რომ მეც ვერ შეცვლებს. მაგრამ აღმოჩნდა რომ 20 კი არა შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ 40-ზე, 50-ზე, მომავალ წელს ალბათ 60-ზე. ეხლა 60%-ს რო cashback-ს გადავხდი, მე დამიჯდა ლარი პროდუქცია, გავყიდო უნდა პირობითად მაქსიმუმ ლარნახევრად. მაგრამ 5 ლარი უნდა გადავუხადო მას ვინც ყიდის ჩემს საქონელს. ანუ მე ვაყალებებ ასეთ მოთხოვნას, ეს თუ მოთხოვნა ან როგორ არის? მოსაზრებას, ბატონო. მოსაზრებას. კი ბატონო, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს სერიოზულად. პირველი ჩაუკეტოს უნდა cashback-ი ქსელურ მაღაზიებს, აიძულოს ქსელური მაღაზიები, რომ შეწყდეს ექსკლუზივი წარმოება ერთი ორგანიზაციისთვის, ერთი ფირმისთვის და რატო რას იწვევს ეს ექსკლუზივი? ეგ ექსკლუზივიც იწვევს იმას, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც აძლევ ექსკლუზივს, მას ყოველთვის აქვს შიში, რომ დაკარგოს ის ბაზარი ფაქტიურად განადგურებული. ჩვენ როგორც როცა 2025 წელს ერთ-ერთმა მსხვილმა გაერთიანებამ, რომელიც მოხდა და გამოგვიშვა ქსელიდან, გამოგვიშვა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაურეკენ ჩემს შვილს, შეთანხმებული ვიყავით, მოლაპარაკებული ვიყავით, გვესაუბრებოდნენ ექსკლუზივზე, არ იყო ჩვენი სურვილი ექსკლუზივი, მაგრამ შეგვითანხმდნენ პროცენტზე და ერთ დღეს დაურეკენ ჩემს შვილს, მე ეთყობა ვერ გამიბედენ ან რაღაცა, დაურეკენ და უთხრენ, რომ იცით რა, ჩვენ თქვენ კონკურენტთან მივაღწიეთ შეთანხმებას, კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალიდან შეგიძლიათ ქსელიდან გაიტანოთ საქონელი. და ესე გახვედი ხო, თან პლუს ამას ჩვენ მქონდა ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე ერთ-ერთ ამ ქსელთან. 2025 წლის დასაწყისში, მაგრამ გვიპასუხენ, რომ იცი რა, ეხლა სხვა ორგანიზაცია შეიქმნა, ეს ის არ არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია. გამოვედით ამ ქსელიდან, მივიღეთ ძალიან სერიოზული პრობლემები. ამიტომ ალბათ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს ის, რომ აუცილებლად ვალდებულება ქონდეს, რომ იყოს ქართული ბრენდი წარმოდგენილი. მესამე კიდევ ერთი საინტერესო თემა. შეიძლება იყო მაღაზიაში წარმოდგენილი, მაგრამ დაგალაგონ სულ ქვემოთ თაროზე, სადაც პროდუქცია არ იყიდება. ამ შემთხვევაში შენი ძირითადი პროდუქცია იყიდება კალათებით, იყიდება აქციაში, თავდება წელი და ქსელური გიწყებს საუბარს. იცი რა, მე ძალიან ძვირი დამიჯდა თქვენი პროდუქციის გაყიდვა. ის ჩემ პროდუქციას არ ყიდის, იმიტომ რომ მის გამოსაჩენ ადგილას არ დევს. ის ყიდის მხოლოდ აქციაში. და ამიტომ საჭიროა დაგვემატოთ კიდევ 5%. ანუ რაღაც პროცენტი რა. ამიტომ ვთვლი რომ თუ სახელმწიფო აქტიურად ამ თემაში არ ჩაერთვება, ჩათვალეთ რომ ფაქტიურად ქართული ბიზნესი არ იარსებებს. მადლობა მობრძანებისთვის ბატონ მერაბ და ძალიან მოხარული ვარ რომ ჩვენი არჩევანი თქვენზე შეჩერდა საინტერესო საუბრისთვის.
და დეტალურად საუბარს ბატონ მერაბ ვასაძესთან, საკონდიტრო კომპანია სანდომის გენერალურ დირექტორთან და დამფუძნებელთან სულ რამდენიმე წუთში უკვე ნახავთ ჩვენს ვებგვერდზე, ისევე როგორც შესაბამისი სტატიები და ინფორმაციები მომზადდება. მადლობა მას მობრძანებისთვის.